მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის ნოემბრის ტარო პროგნოზის რჩევებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია, ვერთხების 6-იანი, გამარჯვების ენერგია, ტრიუმფის. ნოემბრის განმავლობაში თქვენ მნიშვნელოვანი წარმატება გელით, ამ პერიოდში იგრძნობთ როგორ იზრდება თქვენი როგორც პიროვნების, პროფესიონალის რეპუტაცია, აღიარება. შესაძლებელი აქ საუბარი იყოს გარკვეული საქმის, მაგალითად პროექტის წარმატებულ დასასრულზე, სწავლის წარჩინებით დამთავრებაზე, თუმცა ეს ენერგია ასევე შეიძლება გამოვლინდეს ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროშიც, მაგალითად ბინაში დაასრულოთ რემონტი და შედეგმა სიამოვნება მოგანიჭოთ, ან ისეთ გარიგებას ან ხელშეკრულებას მოაწეროთ ხელი, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით და აწარმოებდით მოლაპარაკებებს. ასევე შესაძლებელია ხანგრძლივი სასამართლო პროცესი დასრულდეს თქვენ სასარგებლოდ, ან უბრალოდ ზოგადად ამ პერიოდში იგრძნოთ დაფასება გარშემოყოფებისგან, იგრძნოთ რომ თქვენი აზრი მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მოსაზრებებზეა დამოკიდებული ბევრი რამ თქვენს გარშემო, ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი განწყობები თქვენს მიმართ პოზიტიურ ემოციებს გამოიწვევს თქვენში, შესაძლებელია იგრძნოთ რომ თქვენი პატივმოყვარეობა მეტად არის დაკმაყოფილებული, თავარია არ გადააჭარბოთ, ეს ენერგიები არ გადაზარდოთ არაჯანსაღ ამბიციურობაში, გედმაღლობაში, საკუთარი თავის უპირატესობის ხშირად ხაზგასმაში, რითაც შესაძლებელია გააღიზიანოთ გარშემოყოფები და საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულებაც გამოიწვიოთ მათი მხრიდან. ეცადეთ ნოემბრის განმავლობაში წარმატების ენერგია, რომელსაც სამყარო გიგზავნით, მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენოთ ცხოვრების ყველა სფეროში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. კვერთხების 8-იანი, პირად ცხოვრებაში გექნებათ აქტიურობის მოთხოვნილება, მეტი სიახლის, მეტი მრავალფეროვნების სურვილი, შესაძლებელია მოაწყოთ ექსპერიმენტები და გადაწყვიტოთ ახალი გამოცდილებების მიღება. გამოავლენთ ემოციურობას, გექნებათ რომანტიკული განწყობების გამძაფრება, იგრძნობთ სექსუალური ვნების გაძლიერებას, მათთვის ვინც მარტო ხდებით ამ პერიოდს, შესაძლებელია დაგეგმოთ ბევრი პაემნები, ბევრი ერთჯერადი შეხვედრებიც, თუმცა ამავდროულად არ იქნებით განწყობილი სერიოზული კავშირისთვის და ამიტომ გირჩევთ ნორჩ სხვას შეუქმნით ასეთ მოლოდინებს, რომ სამომავლოდ ეს თქვენი მსუბუქი განწყობა და ზერელე დამოკიდებულება პრობლემად არ იქცეს არც მეორე ადამიანისთვის და არც თქვენთვის. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების 3-იანი, ეს ენერგია თანამშრომლობაზე, ურთიერთგაგებაზე გვესაუბრება. ნოემბერში გრძნობების და სენტიმენტალური ემოციების ენერგია წყვილებში ნაკლებად იგრძნობა, უფრო საერთო მიზნების დაგეგმვასა და მათ განხორციელებაზე იზრუნებთ. შეიძლება დღის წესრიგში დადგეს სამსახურებრივი საკითხები, მათ შორის მივლინება, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება და ამ საკითხების ორგანიზებით იყოთ დაკავებული. შესაძლებელია სახლში განახორციელოთ გარკვეული ცვლილებები, მაგალითად შესაძლებელია მოგიწიოთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ან უკვე არსებული ბინის რემონტი წამოიწყოთ და მოგიწიოთ ზრუნვა შესაბამისი სამუშაოების ორგანიზებაზე და შესაბამისი თანხების მობილიზებაზე. მეორე მხრივ არკანი 3 ადამიანის ურთიერთობას მოიაზრებს და შესაძლებელია ეს ოჯახის რომელიმე წევრზე ზრუნვას გულისხმობდეს, მაგალითად შვილზე, მშობელზე ან დედმამიშვილზე. ზოგიერთ შემთხვევაში კი შეიძლება სასიყვარულო სამკუთხედზეც იყოს საუბარი, თუმცა აქ ვერ ვხედავ კონფლიქტის ან რაიმე სახის დაძაბულ ენერგიას და ამიტომ ვფიქრობ, ასეთი სასიყვარულო სამკუთხედი მხოლოდ უიშვიათეს შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს.
რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, კვერთხების დედოფალი ამ პერიოდში იგრძნობთ შინაგანი ენერგიის მოზღვავებას, მეტ თავდაჯერებულობას, მოგინდებათ სერიოზული ნაბიჯები გადადგათ ახალ ურთიერთობაში შესვლისთვის და პირადი ცხოვრების მოსაწყობად და ბარათების ასეთი კომბინაციით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქტიურობის ისეთ მუღამში შეხვალთ პირადი ურთიერთობების არბიელზე, რომ არაერთ პარალელურ ურთიერთობასაც წამოიწყებთ. გაგიჭირდებათ ერთ კონკრეტულ ადამიანზე შეაჩეროთ არჩევანი და რადგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ამ პერიოდში არ ჩანს, ამიტომ გირჩევთ არ დაივიწყოთ ზომიერების გრძნობა, ეცადეთ ამ პერიოდში გაანალიზოთ წარსული გამოცდილება და გაიაზრეთ, როგორ დაალაგებთ სამომავლოდ თქვენს პირად ცხოვრებას. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ნოემბერში საქმიანი სფერო. პირველი მაღალი არკანი მაგი. ამ პერიოდში გაიზრდება თქვენი პროფესიული ამბიციები, შეეცდებით მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი ცოდნა, გამოცდილება და ზოგადად პროფესიონალიზმი, იქნებით აქტიური, მოტივირებული, დიდ დროს დაუთმობთ სამსახურს, შესაძლებელია გაგიჩნდეთ ისეთი საქმის შესრულების სურვილი, რომელიც აქამდე არ გაგიკეთებიათ, ასევე შესაძლებელია მოგინდეთ დაამტკიცოთ, რომ იმსახურებთ უფრო მაღალ პოზიციას, ან უფრო მაღალ ანაზღაურებას, არკანების ასეთი კომბინაცია თქვენს დიდ რესურსზე და წარმატებულ პერიოდზე მიუთითებს, ასე რომ თამამად გამოავლინეთ თქვენი თავი და თქვენი შესაძლებლობები. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მესამე მაღალი არკანი იმპერატორი ქალი. თქვენ ამ პერიოდში ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ, ნებისმიერი თქვენი ინიციატივა წარმატებას მოგიტანთ, შესაძლებელია ხშირ შემთხვევაში თქვენმა შესაძლებლობებმა თავადვე გაგაკვირვოთ და აღმოჩენებიც კი გააკეთოთ, რამდენად მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად ჩამოყალიბებულ ხართ. ამ პერიოდში იქნებით ენერგიით სავსე, ნაკლებად იგრძნობთ დაღლას, მოტივირებული იქნებით როგორც თანამშრომელმა წვლილი შეიტანოთ საერთო საქმის განვითარებაში, სამომავლო წარმატებებში, იგრძნობთ დაფასებას გარშემომყოფებისგან და სხვათა შორის მნიშვნელოვან თვითკმაყოფილებასაც. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მეხუთე მაღალი არკანი იეროფანტი. ეს არკანი ტრადიციულ ხედვაზე მიგანიშნებთ, არ არის საჭირო გამოიგონოთ ახალი ველოსიპედი, დასაქმებისთვის მიმართეთ აპრობირებულ მეთოდებს, იაქტიურეთ, მოძებნეთ ვაკანსიები, გააგზავნეთ სასურველ პოზიციებზე თქვენი განაცხადები და გაიარეთ გასაუბრებები. არკანების ასეთი კომბინაცია გეუბნებათ, რომ თქვენ ამ პერიოდში გექნებათ სამყაროს და მაღალი ძალების მფარველობა და მონდომების და შესაბამისი ძალისხმევის შემთხვევაში აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მონეტების ხუთიანი, კრიზისის ენერგია, თქვენ ერთგვარ ჩიხში შედიხართ ან უკვე ხართ შესული, ის მიდგომები, რომელთაც აქამდე იყენებდით, აღარ მუშაობს და ფიქრობთ თქვენც იაზრებთ ამას. აცნობიერებთ, რომ საჭიროა ახალი გზების მოძებნა, ახალი მიმართულებით ფიქრი, თუმცა ჯერჯერობით ვერ ხედავთ ამ გზებს, ან ვერ გადადიხართ აქტიურ მოქმედებაზე. გირჩევთ გაიაროთ კონსულტაციები, იფიქროთ ახალი ცოდნის შეძენაზე, ან მიიღოთ რჩევები, რასაც კეთილის მსურველები მოგცემენ. და რაც მთავარია, ეს პერიოდი არავითარ შემთხვევაში არ დახარჯოთ უმოქმედობაში, საკუთარი თავის დამშვიდებაში, რაციონალურად შეხედეთ რეალობას და რაც უფრო მალე აღიარებთ არსებულ პრობლემებს, მით მალე მოგეცემათ შანსი პოზიტიურად მოაგვაროთ ისინი. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ნოემბერში, მე-18 მაღალი არკანი მთვარე, ვერ გეტყვით, რომ ეს ბარათი ფინანსურ პრობლემებზე მიუთითებს, ამიტომ ფიქრობ, რომ თუ ეს საკმაოდ სტაბილურად გაივლით ამ მხრივ, მაგრამ გექნებათ შფოთვა, გარკვეული ბუნდოვანება, არასტაბილურობის განცდა და მომავლის გაუცნობიერებელი შიშიც, გირჩევთ არ აყვეთ ემოციებს, რაციონალურად მიუდექით თქვენს პირად ბიუჯეტს და გამოიჩინეთ ეკონომიურობა. ამ პერიოდში არ გაწიოთ ფინანსური რისკები, ერიდეთ
ახალი კრედიტის აღებას და მაქსიმალურად შეეცადეთ დაფაროთ არსებული დავალიანებები. თუ კი რა თქმა უნდა ასეთი გაგაჩნიათ. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. თასების ცხრიანი. სამყარო გირჩევთ რომ მოდუნდეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია თქვენი ინდივიდუალური მოცემულობებიდან გამომდინარე, თავს უფლება მისცეთ რომ ემოციურ დონეზე შეიგრძნოთ უკვე მიღწეული შედეგები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მოახდინოთ საკუთარი თავის ერთგვარი გადატვირთვა ფიზიკურ, მენტალურ და აუცილებლად სულიერ დონეზეც და აღიდგინოთ რესურსები, რომ სამომავლოდ შეძლოთ განახლებული ენერგიით შეუდგეთ სვლას ახალი სიმაღლეებისკენ, ახალი მიღწევებისთვის. ასეთი იყო 2025 წლის ნოემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი კირჩხიბებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.